გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილის ძირითადი შინაარსი უვიზო მიმოსვლის პირობების შესრულებას ეხება. დიპლომატის შეფასებით, საქართველო 2024 წლის დასაწყისიდან ევროკავშირისგან დაშორების პროცესში არის, გამოც ახლა ევროკომისიამ ოცნებას კითხა, სრულდება თუ არა პირობები, რომელიც აუცილებელია უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის. ფიშერი ამბობს, რომ ახლა პარტნიორები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან და რეაგირებაც ამის შესაბამისი იქნება. Georgian authorities apparently moving away in great speed. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ფუნდამენტურ სფეროში ძალიან დიდი სისწრაფით სცილდება ევროპას. ევროკავშირთან და გერმანიასთან ურთიერთობა ღრმა კრიზისშია. არ ვიცი არსებობს თუ არა გამოსავალი. გამოსავლის გასაღები მხოლოდ საქართველოშია. ჩვენ ვიყავით კარგი საიმედო პარტნიორები საქართველოსთვის თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ. გსურთ ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსაც სურს ჩვენთვის კარგი პარტნიორობა. უვიზო მიმოსვლის პრივილეგია სწორედ რომ პრივილეგიაა. ის დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. ახლა ევროკომისიამ საქართველოს კითხა ეს პირობები კვლავ სრულდება თუ არა. დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. საქართველომ ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი ბევრჯერ არის გაწერილი. მიღებულია კანონები, რომლებიც რეპრესიულია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმს. ასევე მიღებულია კანონები, რომლებიც რეპრესიულია უმცირესობების მიმართ და ასევე არ შეესაბამება ამ რეჟიმს. ჯერა ეს არის წერილის ძირითადი შინაარსი. პეტერ ფიშერის თქმით, გერმანიას არ სურს სანქციების დაწესება, თუმცა სანქციების პოლიტიკას ატარებს ადამიანის უფლებების უნივერსალური სტანდარტებისა და იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს.